Ყოველ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს წარმოადგენს. ანალიტიკოსების პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2.3% იქნება, თუმცა არსებობს იმის საფრთხე, რომ დაზუსტებულ მონაცემებში რეალურად მოსალოდნელზე უარესი შედეგი გამოჩნდება. ამასთან, ამერიკის სტატისტიკის სამსახური უმუშევრობასთან, ვაჭრობასთან და ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს, რომელსაც ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. დატვირთული კვირა ელის ევროკავშირსა, სადაც ინფლაციასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემების გასაჯაროებაა დაგეგმილი. საერთო ჯამში, მაკროეკონომიკური მიმართულებით მომავალი კვირა დიდად გამორჩეული ნამდვილად არ იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება კორპორაციული სექტორი, რადგან უმსხვილესი კომპანიები კვარტალურ ანგარიშგებებს წარმოადგენენ. მათ შორის იქნებიან GameStop, Dollar Tree, Lululemon და Universal Corporation. ეკონომიკური მოვლენების პარალელურად მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და საერთაშორისო მოლაპარაკებებზე იქნება მიმყრობელი. დიპლომატიური პროცესების განვითარების მიხედვით შესაძლოა გლობალურ ბაზრებზე ვოლატილობის მკვეთრი ზრდა ვიხილოთ.